უკრაინამ ახლახან აღმოაჩინა გზა, როგორ გაანადგუროს რუსეთი რამდენიმე თეთრად. იაფი დრონების გარდაქმნა მუდმივი გამოფიტვის იარაღად ვლადიმირ პუტინის საომარი მანქანის წინააღმდეგ. და ამ ორშაბათს 2027 წლის 27 აპრილს ეს გარდატეხა კიდევ უფრო ძლიერდება. რადგან საქმე მხოლოდ დრონების ბრძოლის ველზე გაშვებაში არ არის. საუბარია იმაზე, რომ თავად უკრაინაში აწარმოონ ის ნაწილები, რომლებიც ადრე ძირითადად ჩინეთიდან მოდიოდა, ამით კი შეამცირონ საშიში დამოკიდებულება და მოსკოვს წაართვან ჩუმი იმედი, რომ კიევი კომპონენტების ნაკლებობის გამო გაჩერდება. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით და სანდოობის სტანდარტით. მილსონ ალვესი. მთავარი საკითხი მარტივია. დაახლოებით $500 ღირებულების FPV დრონი შეიძლება მილიონობით ღირებულების რუსულ ტექნიკას საფრთხე შეუქმნას. ეს ღირებულების სხვაობა ომის ლოგიკას ცვლის. რუსეთს შეიძლება მეტი ტერიტორია, მეტი ჯარი, მეტი ჯავშან ტექნიკა და მეტი მძიმე ქარხნები ჰქონდეს. მაგრამ უკრაინამ იპოვა გზა, რომ ეს უპირატესობა დაარტყას. ფასით, სისწრაფით და ჩანაცვლებით ბრძოლის ველმა ნათლად აჩვენა, რომ პატარა იარაღი, როცა მასობრივად გამოიყენება, შეიძლება უზარმაზარი პრობლემა შეუქმნას უფრო დიდ არმიას. ეს გარდატეხა შორეულ ლაბორატორიაში არ წარმოშობილა, ის ზეწოლის შედეგად დაიბადა. 2022 წლიდან უკრაინას მოუწია აენაზღაურებინა საბრძოლო მასალის ნაკლებობა, артиლერიის დეფიციტი და რიცხობრივი უპირატესობის არქონა. ჯარისკაცებმა დაიწყეს კომერციული დრონების ადაპტაცია, კომპანიებმა საკუთარი მოდელების წარმოება დაიწყეს, ხოლო უკრაინის სახელმწიფომ ეს გამოცდილება თავდაცვის პოლიტიკადად აქცია. 2025 წლის მარტში როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევი იმ წელს დაახლოებით 4,5 მილიონი FPV დრონის შეძენას გეგმავდა, რაც წინა ტემპზე ორჯერ მეტია. მთავარი ნაწილი ადგილობრივი მწარმოებლებისგან მოდის. სწორედ აქ ხდება სიტუაცია მოსკოვისთვის მტკივნეული. რაც იმპროვიზაციით დაიწყო, ინდუსტრიად გადაიქცა. იაფი დრონი, რომელიც ადრე მეორე ხარისხოვან აღჭურვილობად ითვლებოდა, ახლა უკვე მანქანებს, პოზიციებს, რადარებსა და ჯარს აზიანებს, ანებს. უკრაინას არ სჭირდება რუსეთი მასშტაბით დაამარცხოს. მას სჭირდება ყოველდღიური ზეწოლის შენარჩუნება, დანაკარგების შევსება და მტრის იძულება, რომ თავდაცვაზე ბევრად მეტი დახარჯოს, ვიდრე კიევი ხარჯავს შეტევაზე. მაგრამ ამ მოდელში სერიოზული ხარვეზი იყო ჩინეთზე დამოკიდებულება. დრონებში გამოყენებული ნაწილების დიდი ნაწილი ჩინელი მომწოდებლებისგან მოდიოდა. ძრავები, კონტროლერები, კამერები, რადიომოდულები, ბატარეები, კონსტრუქციები და სხვა მგზნობიარე ნივთები გადიოდა მომარაგების მოწყვლად ჯაჭვზე. ცეცისმა აღნიშნა, რომ ჩინეთი დაბალბიუჯეტიანი კომერციული დრონების ბაზარს დომინირებს. და რომ 2024 წლის 1 სექტემბერს პეკინმა დააწესა შეზღუდვები დრონებისა და მათი კომპონენტების ექსპორტზე უკრაინასა და რუსეთში, მათ შორის ფრენის კონტროლერებზე, ნახშირბადის კონსტრუქციებზე, ძრავებზე, რადიომოდულებსა და ნავიგაციის კამერებზე. ფაქტობრივად, ამ შეზღუდვამ უკრაინის თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ წერტილს დაარტყა, რომელიც ცდილობდა თავიდან აეცილებინა ამ აღჭურვილობის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება. მაგრამ კიევში ეს სხვაგვარად აღიქვეს. უკრაინა ზედმეტად იყო დამოკიდებული ჯაჭვზე, რომელსაც მოსკოვთან დაახლოებული სახელმწიფო ჩინეთი აკონტროლებდა. იმ დროს, როცა რუსეთი ჯერ კიდევ პოულობდა გზებს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მისაღებად პარალელური არხებით, კიევს სჭირდებოდა რისკის შემცირება მანამდე, სანამ ეს ინდუსტრიულ კოლაფსად გადაიქცეოდა. სწორედ ამ ეტაპზე დააჩქარა უკრაინამ შიდა წარმოება. ადგილობრივმა კომპანიებმა დაიწყეს ძრავების, პლატების, კონსტრუქციების, ანტენებისა და ანტრონებისა და დრონების ნაწილების წარმოება. MotorG-ის შემთხვევა ამ მოძრაობას ასახავს. სპეციალიზებულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ პროტოტიპიდან მასობრივ შიდა წარმოებაზე გადაინაცვლა და თვეში თითქმის 100,000 ძრავამდე მიუახლოვდა და ეს 2021 წლის ბოლომდე. უკრაინამ სამხედრო აღჭურვილობაში მილიარდი გრივნა დახარჯა. ეს აჩვენებს, რომ უკრაინა მხოლოდ დრონებს არ აწყობს, ის ცდილობს თავად აკონტროლოს ომის ყველაზე კრიტიკული ნაწილები. მეორე კომპანია, რომელიც ამ პროგრესშია ნახსენები, არის AES, რომელიც ოპტიკურ ბოჭკოვანი მართვის FPV დრონებთან არის დაკავშირებული. ამ ტიპის სისტემამ მნიშვნელობა იმიტომ მოიპოვა, რომ ის ეხმარება რუსული ელექტრონული ომის მიმართ მოწყვლადობის შემცირებაში. მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალი არ არის. მთავარი ისაა, რომ უკრაინელებმა გაიგეს, ყოველი ნაციონალიზებული დეტალი ამცირებს გარე შანტაჟის ძალას. რაც უფრო ნაკლებად არის კიევი დამოკიდებული ჩინურ კომპონენტებზე, მით უფრო მცირდება მოსკოვის შანსი, რომ წარმოების ხელოვნურ შეწყვეტაზე დაითვალოს. პლატების წარმოებაც ამ რბოლაში ჩაერთო.
ეს პლატები დრონის ტვინის როლს ასრულებს, აკონტროლებს სტაბილურობას, ენერგიას და კომუნიკაციას. ადრე ბევრი მათგანი უცხოეთიდან შემოდიოდა, ეხლა კი ისინი უკვე უკრაინაში იწარმოება. ეს სერიოზული ცვლილებაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ თავდაცვა აღარ არის მხოლოდ გარე დახმარებაზე დამოკიდებული და იწყებს საკუთარი ტექნოლოგიური ბაზის შექმნას. და ეს ბაზა იზრდება ცეცხლის ქვეშ, სასწრაფოდ და ომის რეალური ზეწოლის პირობებში. შედეგი უკვე შეერთებულ შტატებშიც მივიდა. 2026 წლის თებერვალში ამერიკის ომის დეპარტამენტმა გამოაცხადა 25 კომპანია, რომლებიც მოწვეულნი არიან პროგრამის პირველ ეტაპზე, Drone Dominance, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაბალფასიანი საბრძოლო დრონები მასშტაბურად შეიტანოს სამხედრო დანაყოფებში. ტესტი სახელწოდებით Gauntlet დაიწყო 18 თებერვალს Fort Benningში. დაახლოებით 150 მილიონი დოლარის პროტოტიპების შეკვეთების და მთლიანობაში 1,1 მილიარდი დოლარის პროგრამის 4 ეტაპის განმავლობაში ამ კონკურსში დასახელებულ სახელებს შორის გამოჩნდა უკრაინული კომპანია Ukrainian Defense Drones Tech Corporation. Kiev Independent-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ორი მწარმოებელი მიიწვიეს ამ პროცესში, კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავს დიდი კონტრაქტების მოპოვებას და დრონების სწრაფ ციკლებში წარმოებას, თვეებში, არა ათწლეულებში. ეს სიმბოლურია. დიდი ხნის განმავლობაში უკრაინას მხოლოდ დასავლურ იარაღზე დამოკიდებულ ქვეყნად აღიქვამდნენ. ახლა იაფფასიანი დრონების სფეროში უკრაინას გამოცდილების წყაროდ მიიჩნევენ. უკრაინის ფრონტი გადაიქცა სამხედრო ინოვაციების მკაცრ სკოლად. რაც მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ, აინტერესებს პენტაგონს, აინტერესებს ევროპას და აინტერესებს ნებისმიერ ძალას, რომელიც უყურებს თანამედროვე ომის შემდეგ ეტაპს. უკრაინა ასევე იყენებს ამ ძალას პერსონალის ნაკლებობის ასანაზღაურებლად. რუსეთს მეტი ხალხი ყავს, მეტი ტერიტორიული სიღრმე და მეტი სამხედრო მასა, მაგრამ დრონები ამ განსხვავების შემცირებაში ეხმარება. ისინი საშუალებას აძლევენ თვალთვალს შეტევას და ზეწოლას ისე, რომ ბევრი ჯარისკაცი არ გამოაშკარავდეს. ისინი არ ცვლიან ჯარს, მაგრამ თითოეული დანაყოფის მოქმედების არეალს ზრდიან. ომში, სადაც თითოეული ჯარისკაცი მნიშვნელოვანია, ეს ბალანსს ცვლის. ჩინეთი კვლავაც ცენტრალური ფიგურაა ამ თამაში. მისი დომინირება ბატარეებზე, ძრავებზე, იშვიებზე, იშვიათ მიწებზე, მაგნიტებსა და ელექტრონულ კომპონენტებზე პეკინს უზარმაზარ ძალას აძლევს. ჩინურ ნაწილებზე დამოკიდებულება მხოლოდ უკრაინის პრობლემა არ არის. ეს არის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და მთელი მსოფლიოს მწარმოებლების პრობლემაც. როდესაც მოწინააღმდეგე ქვეყანა ინდუსტრიულ ვიწრო რგოლებს აკონტროლებს, მას შეუძლია ვაჭრობა პოლიტიკური იარაღად აქციოს. ამიტომ უკრაინული დრონების ჩინური ნაწილებისგან გათავისუფლება დეტალი არ არის, ეს გადარჩენაა. უკრაინა იცის, რომ ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ყველა ჩინური ნაწილის ამოღებას. ბატარეები, ნახშირბადის მასალები და ზოგიერთი სენსორი კვლავ რთულად შესაძლებელია, მაგრამ მიზანია რისკი მაქსიმალურად შემცირდეს. თუ ადრე დრონები თითქმის მთლიანად ჩინეთზე იყო დამოკიდებული, ეხლა ტენდენციაა მეტი ეტაპის ლოკალიზაცია, მომწოდებლების დივერსიფიკაცია და წარმოების შენარჩუნება ზეწოლის პირობებშიც კი. აი რატომაც იაფი დრონების წინსვლა ასე ძალიან აღელვებს მოსკოვს. ვლადიმირ პუტინს შეუძლია სცადოს ქარხნების განადგურება, პარტნიორებზე ზეწოლა და საკუთარი წარმოების გაფართოება, მაგრამ მას არ შეუძლია გააქროს ის გამოცდილება, რაც უკრაინამ უკვე დააგროვა. მას არ შეუძლია გააქროს ის, რასაც სწავლობს უკრაინა. ყოველი კომპანია, რომელიც იზრდება, ყოველი წარმოებული პარტია და ყოველი ნაციონალიზებული დეტალი ქმნის საფუძველს, რომელიც ასე ადვილად არ ქრება. შედეგად ჩნდება ზეწოლის ახალი ტიპი. რუსეთი უპირისპირდება ტანკებს, არტილერიას, რაკეტებს და სანქციებს. მაგრამ ის ასევე უპირისპირდება კიდევ ერთ რამეს, რომლის გაზომვაც უფრო რთულია. უკრაინის დეცენტრალიზებულ, იაფ და სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებულ ინდუსტრიას. ზიანი მხოლოდ ფრონტზე აფეთქებით არ მოდის. ის მოდის ეკონომიკური გათვლიდან, რომელიც ყოველდღიურად ასუსტებს რუსულ მანქანას. საბოლოოდ, უკრაინამ იაფფასიან დრონებში იპოვა გზა, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს გამოფიტვით, მასშტაბით და ინდუსტრიული გამჭრიახობით. უკრაინა მხოლოდ წინააღმდეგობას არ ცდილობს, მას სურს თეთრები მუდმივ ზეწოლად აქციოს კრემლზე. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.